ეს არის სრულიად ახალი და რევოლუციური ნაბიჯი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში. მენტალური ჯანმრთელობის სივრცეში ხელისცეცებით სიარულის ეტაპი და ერა დამთავრდა. ახალი ცოდნა შემოდის ასპარეზზე. კვლევა, რომელიც თქვენ ჩაგიტარდათ სალომე, ეს არის ტვინის ფუნქციური დიაგნოსტიკა. ჩემ ტვინს ვუყურებ, აი ვზივარ სავარძელში და წინ მაქვს ჩემი ტვინი. მე შემიძლია ვთქვა და ჩემი გუნდი ფროიდის ოცნებას ვცხოვრობთ, რას არ მისცემდა ფროიდი იმისათვის, რომ აი ეს არის საოცრება. TMS-ი ავტორიტეტული ნეიროტექნოლოგიური მეთოდია, აპარატია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მაგნიტური ტალღით შეიცვალოს ტვინის ნეირონული ქსელების აქტივობა. შენი პირველი პაციენტი ვინ იყო საქართველოში? ეს იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ფობია, ვერ ჯდებოდა თვითმფრინავში. ერთი თვის შემდეგ ეს ადამიანი გაფრინდა. დილის დარღვევებზე ხომ მუშაობთ? დილის დარღვევებზე ვმუშაობ, ვაწესრიგებთ ტვინის ტალღურ ბალანსს. ADHD ბავშვები ნეიროფიდბექზე რეაგირებენ არაჩვეულებრივად. არც ბოროტი ადამიანი არსებობს, არც ბრაზიანი ადამიანი არსებობს, არც განსაკუთრებულად კეთილია ვინმე და არც რაიმე კონკრეტული ემოცია არის ვინმესი. ეს არის სულ ნეირონული ქსელების კონკრეტული მუშაობის შედეგი და თუ ადამიანს შეუძლია ამ აქტივობას, ის აღარ იქნება ბრაზიანი. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმყოფებით პოდკასტ არეაში და სანამ დავიწყებთ დღევანდელ ეპიზოდს, მინდა გთხოვოთ, რომ გახდეთ ჩვენი არხის გამომწერი. ძალიან ეხმარება ჩვენ არხს ზრდაში და განვითარებაში თქვენი მხარდაჭერა, რაც მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვიტოვოთ კომენტარებში თქვენი შთაბეჭდილებები და მოიწონოთ თქვენი საყვარელი ეპიზოდები. წინასწარ დიდი მადლობა. დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ, რაც ზუსტად ვიცი, რომ ჩემს აუდიტორიისთვის სიახლე იქნება. ჩვენ ვისაუბრებთ ნეირომეცნიერებაზე, ტვინზე, ტვინის ფუნქციონირებაზე და დღეს ყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ გავიცანი და ჩემთვის იყო აღმოჩენა თუ რას აკეთებს ის საქართველოში. სანამ ჩემს სტუმარს წარმოგიდგენთ და პირველ კითხვას დავუსვამ, მინდა შეგახსენოთ, რომ დღევანდელი ეპიზოდის წარმდგენი გახლავთ ესპანური დერმატოლოგიური ბრენდი ბაბე, რომელიც მე ძალიან მიყვარს და რომლის შესახებაც ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში ნახავთ უფრო მეტი ინფორმაციას. ახლა კი დავიწყოთ დღევანდელი ეპიზოდი. რა ხდება, როდესაც კლასიკური მედიცინა, თანამედროვე ნეირომოდულაციური ტექნოლოგიები და ფსიქოთერაპია ხვდება ერთმანეთს? ეს არის სრულიად ახალი და რევოლუციური ნაბიჯი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში. წარმოიდგინეთ, თქვენ გაქვთ რაღაც პრობლემა, ფსიქიკური პრობლემა, მაგალითად შეიძლება იყოს დეპრესია, შფოთვა, აკვიატებები, ფობიები, ADHD, ძილის დარღვევები და ასე შემდეგ. ან შეიძლება გაწუხებთ რაღაც, მაგრამ ვერ ხვდებით რა გაწუხებთ. მიდიხართ ნეიროფსიქომოდულაციის ცენტრში, რომელიც თბილისში სულ 3 თვის წინ გაიხსნა. ეს არის ქართულ-ამერიკული ცენტრი, სადაც ხდება თქვენი ტვინის სკანირება და სპეციალისტები დაადგენენ თქვენი ტვინის რომელი უბნის, რომელი აქტივობა იწვევს ამა თუ იმ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემას, რაც თქვენ გაწუხებთ. და შემდეგ უკვე კონკრეტულად თქვენზე მორგებული პროტოკოლით იწყება მკურნალობა თანამედროვე უახლესი ტექნოლოგიების და ფსიქოთერაპიის ფონზე. ეს არის მოკლე შესავალი, რომ შეგვქნოდათ წარმოდგენა. ახლა კი წარმოგიდგენთ ჩემს სტუმარს, აზა მანთაშაშვილს, რომელიც გახლავთ ექიმი, მენტალური ჯანმრთელობის მაგისტრი და დოქტორანტი ამერიკაში და ნეიროფსიქოთერაპევტი. აზა, დიდი მადლობა, რომ დღეს ხარ ჩემთან სტუმრად და აი ეს YouTube სივრცეში პირველად მოისმენს მაყურებელი ქართული აუდიტორია. რაზე არის საერთოდ საუბარი და ეს რა საოცრება დაიწყე თბილისში? მოგესალმებით სალომე. პირველ რიგში დიდი მადლობა ინტერესისთვის. მიიღეთ ჩემი კომპლიმენტი იმისთვის, რომ ასე კარგად მოუყარეთ თავი ამ მეთოდოლოგიის წარდგენას, იმიტომ რომ უჭირთ ხოლმე. იმიტომ უჭირთ, რომ ეს ყველაფერი ახალია ნამდვილად, ახალია დასავლეთშიც და ჩვენ ვცდილობთ, რომ აი ეს სიახლეები მენტალური ჯანმრთელობის სერვისების ყველა სიახლე, რომელიც ძალიან ეფექტურია და ძალიან მნიშვნელოვნად ცვლის ამინს ამ სივრცეში,
დავამკვიდროთ საქართველოში და ქართველ პაციენტს, ქართულ საზოგადოებას კონდეს იმისი ფუფუნება, რომ ეს ყველაფერი გამოიყენოს. ესე იგი, მე მგონი მაყურებელს ჯერ ვერც კი წარმოუდგენია რა თემებს შევეხებით დღეს და რას მოუყვება აზა, მათაც და მეც. მე კი ვიცი, იმიტომ რომ უკვე ჩავიტარეთ ტვინის სკანირება, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ამერიკაშია გაგზავნილი ჩემი შედეგები და პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ეს იყო ჩემთვის რაღაც საოცარი გამოცდილება. მაგრამ მინდა დავიწყო იმით, რომ აზა გავიცანი იოგაზე. ერთად ვარჯიშობდით და მე რომ გავისაუბრეთ, აღმოჩნდა, რომ აზას საქმიანობა პირდაპირ ჩემი პოდკასტის თემაა. აზა, მოდი დავიწყოთ იმით, რომ შენ იყავი ექიმი, შენ ახლაც ხარ ექიმი, მაგრამ მაშინ სანამ ამას დაიწყებდი, იყავი ექიმი და როგორ აღმოჩნდი ფსიქიკური ჯანმრთელობის, მენტალური ჯანმრთელობის სფეროში? საერთოდ საიდან აღმოჩნდი აქ? დიახ, სალომე, მართალი ხართ, მე ექიმი არ ვიყავი ვარ, ისე როგორც ყოფილი პოლიციელი არ არსებობს, ყოფილი ექიმიც არ არსებობს და ეს ყველაფერი ძალიან დიდი ინტერესით დაიწყო, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბავშვობაში, სულ მაინტერესებდა, საიდან მოდის ცნობიერება. ეს კითხვები ყოველთვის მაწუხებდა და ვერაფრით ვერ ვხსნიდი, როგორ შეიძლება ადამიანი ფიქრობდეს კონკრეტულად ასე და შემდეგ უკვე მოქმედებდეს ისე და აი ეს ყველაფერი როგორ არის ერთმანეთთან კავშირში, ბავშვობიდან მაწუხებდა ეს კითხვები. შემდეგ უკვე სიცოცხლის საწყისზე, როცა მიდგა საქმე კითხვები, როდესაც გადავიდა სიცოცხლის საწყისზე, ამ შემთხვევაში მედიცინამ ძალიან ბევრი კითხვის პასუხი მომცა, მაგრამ ფსიქიკას და მენტალობას, ცნობიერებას ვერ გაეცა პასუხი, საიდან მოდის, სად მიდის და როგორ გმართავს ეს ყველაფერი. საქართველოში რამოდენიმე წლიანი საექიმო მოღვაწეობის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში მოხდა ძალიან დიდი ტრაგედია და ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მეტი კითხვები გამიჩინა. გარდამეცვალა ძალიან საყვარელი მეუღლე და მოხდა ისე, რომ ამ ტკივილს ძალიან რთულად შევხვდი, ძალიან რთულად გადავიტანე. რამდენი წლის და მე ვიყავი 29 წლის და შვილი მყავდა 8 წლის და ძალიან რთული აღმოჩნდა ტკივილთან შებრძოლება. ძალიან დიდი ტრაგედია იყო მთლიანად დიდი ოჯახისთვის. ამის შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობები თავისას აკეთებს, შვილის წინაშე პასუხისმგებლობა, მშობლების წინაშე პასუხისმგებლობა და ამ ყველაფერზე რაღაცნაირად თავის გართმევა შევძელი, შევეცადე და ესე იგი ფუნქციონირებადი გავხდი რაღაცა პერიოდის შემდეგ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არც თუ ისე ადვილი იყო თვითონ შიგნით ჩამარხული ტკივილის მოშუშება და აი აქედან დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები ჩემთვის. მაშინ როდესაც ყველას გონია რომ მე ვარ აქტიური, საქმეს ძალიან კარგად ვართმევ თავს, წარმატებულიც რაღაცა ეტაპზე, ორ სამსახურს ვუძღვები, მაგრამ ვერ ვერევი ტკივილს. რა ხდება ამ დროს ჩემს ფსიქიკაში, რა იწვევს ამას? შემდეგ უკვე ამას ყველაფერს ვაანალიზებდი, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ეს უფრო მარტივად შეძლეს, არა იმიტომ, რომ ნაკლებად ედგინათ, არამედ იმიტომ, რომ რაღაც სხვა რესურსი აღმოაჩნდათ და მე აღმოვაჩინე, რომ მე ეს რესურსი ნაკლებად მქონდათ. მოვძებნე ფსიქოთერაპევტი, რომელთანაც შევეცადე ამ ტკივილთან გამკლავება უფრო ადვილად მომეხერხებინა, ეკლესიას მიმართე, ყველანაირი საშუალება, რასაც კი ადამიანი ცდილობს ხოლმე, შევეცადე, რომ მომეშველიებინა ამ ტკივილთან შებრძოლებისათვის და აღმოჩნდა, რომ დრომ თავისი გააკეთა თავისთავად და ამ ყველაფერს მოვერიე, მაგრამ ეს კითხვები სულ მუდმივად დამრჩა. კითხვა იყო ესეთი, როგორ ხდება ემოციის მატერიალური საფუძვლის აღმოჩენა ჩვენს სხეულში. რაღაც ხომ უნდა იყოს პასუხისმგებელი იმაზე, რომ ესა თუ ის ემოცია
ერთმა ადამიანმა მარტივად გადაამუშაოს, მეორემ ნაკლებად. ხომ უნდა იყოს ამაზე რაღაცა სტატისტიკა, ხომ უნდა არსებობდეს რაღაც საშუალება იმისათვის, რომ ეს გამოიკვლიო. როგორც ექიმა ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ჩვენს ფსიქიკაზე მთლიანად პასუხისმგებელი არის ტვინი და აი ეს ორკესტრირებული სისტემა ტვინისა და სხეულის ურთიერთ, ესე იგი, შეამხანაგებული მოქმედება მნიშვნელოვნად ცვლის ჩვენი ცხოვრების პროცესს. ამ ყველაფრის შემდეგ დაიწყე ძიება. ხომ არ ხდება მსოფლიოში სადმე ესეთი რამ, რომ შეიძლება გამოიკვლიო შენი ტვინი და მიხვდეს როგორ შეიძლება ტვინმა პასუხი ააგოს შენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. ამ კითხვების ფონზე ერთ-ერთ სამედიცინო კონფერენციაზე აღმოვაჩინე ესეთი მეთოდი ტვინის სკანირების და ტვინის რუგირების და ეს იყო ჩემთვის დიდი აღმოჩენა. მივხვდი, რომ ნეირომეცნიერება თურმე ძალიან შორს წასულა და ძალიან ბევრ კითხვაზე შეუძლია გაცეს პასუხი და ამის გამოყენება მენტალურ ჯანმრთელობაში სრულიად შესაძლებელია. ამის შემდეგ დაიწყო ძიება, კითხვა, კურსები, არ ვიცი, ევროპაში რაც შეიძლებოდა ამომეწურა, ამ კუთხით ამოწურე და ამ ძიებაში მივაკვლიე კიდევ უფრო მეც. შესაძლებელია არა მარტო გამოიკვლიო ტვინი და აღმოაჩინო შენი მენტალური პრობლემის საფუძველი და მიზეზი, არამედ თურმე ნეიროტექნოლოგია წასულა ისე შორს, რომ არსებობს აპარატურა, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია აი ამ ტვინის კონკრეტული უბნის, კონკრეტული აქტივობის რეგულაცია. მოდი მაშინ თანმიმდევრულად მივყვეთ რა პროცესს გადის პაციენტი თქვენთან მოსვლის შემდეგ, დავიწყოთ კვლევით. რა კვლევაზე არის საუბარი? მე ვიცი, რომ ის კვლევა რაც მე ჩამიტარეთ და ჩემი პასუხები უნდა მოვიდეს ამერიკიდან. აი რა ჩანს ამ პასუხებში და რას ვიკვლევთ საერთოდ? კვლევა, რომელიც შენ ჩაგიტარდა სალომე, ეს იყო რაოდენობრივი ელექტროენცეფალოგრამა, ტვინის სკანირება, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ შენი ტვინის ელექტრული პროცესი, ელექტროფიზიოლოგიური პროცესი, რამდენად ნორმის ფარგლებშია, ან რამდენად ცდება ნორმის ფარგლებს. ტვინში ზოგადად ყველამ ვიცით ეს და მას მედიცინა დიდად აღარ ჭირდება, რომ ტვინში ნეირონებს შორის გამომუშავდება ელექტრული ტალღები, დახარისხებულია აი ამ ტალღების სიხშირეები და გამომუშავებული ესე იგი სიხშირის ჰერცების მიხედვით არის დელტა, ზეტა, ალფა, ბეტა, გამა ტალღები და იმის დამიხედვით თუ რომელ უბანზე ვსაუბრობთ, რომელი უბნის ფუნქციონირებას ვიკვლევთ, ჩვენ ვიცით რა ნორმას შევატაროთ ამ უბანში გამომუშავებული ტალღები და ამის შემდეგ უკვე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რა მენტალური პრობლემა შეიძლება გქონდეთ, ან შეიძლება გამოიწვიოს რომელიმე სიხშირე თქვენს ტვინის რომელიმე უბანში. ესე იგი საინტერესო ჩემთვის ის იყო, რომ ფაქტობრივად ჩემ ტვინს ვუყურებ, აი ვზივარ სავარძელში და წინ მაქვს ჩემი ტვინი და ეს უკვე მაძლევს ერთგვარ შვებას. იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში იქ პრობლემა არ ყოფილა, მაგრამ აი როდესაც პაციენტს აქვს რაღაც პრობლემა. აი შენ ტვინს უყურებ დამკვირვებლის თვალით და შენ უკვე იაზრებ, რომ ეს შენ კი არ გჭირს, შენ ტვინს ჭირს. შენმა ტვინმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ აი ესე გაფუნქციონიროს შენ. და ეს უკვე იმხელა შვებაა, რომ მე კი არ ვარ ავად, ჩემ ტვინში ხდება რაღაცა, რომლის მართვაც თურმე შეიძლება. აი ამ მეთოდის დახმარებით. ეხლა კვლევის მერე რა ხდება, ეგ მაინტერესებს. ამას შეიძლება დავარქვათ ტვინის სარკეში ჩახედება და არა მარტო ტვინის და ფსიქიკის სარკეში ჩახედება. და იმიტომ კიდევ უფრო მეტად გავს ეს სარკეში ჩახედებას, რომ ნამდვილად ასე იქცევა ტვინი. აი მაგალითად, როდესაც თქვენ ჩაიხედებით სარკეში და სახეზე რაღაც არ მოგეწონებათ, ამას აუცილებლად ავტომატურად მოიშორებთ, ხო? ზუსტად ასევე ავტომატურად
იქცევა ტვინი, როდესაც სარკეში ჩაიხედავს და ნორმის ფარგლებს აცდენილია რომელიმე აქტივობა, მას უკვე აქვს უნარი თერაპიული პროცესი, უკვე აქედანაც კი იწყება. უკვე აქვს უნარი ჩაასწოროს რომელიმე აქტივობა, რომელიც თქვენს მენტალურ ჯანმრთელობას აუცილებლად უკვე წაადგება. ხო, მაგრამ აი ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში არ გამოდის ეს ჩასწორება. ადამიანი მიდის თერაპევტთან, გაივლის რაღაცა კურს, რომელიც შეიძლება თვეობით და წლობით გრძელდებოდეს. ეს თეორიაში ძლიერია, მაგრამ პრაქტიკაში ვერ გრძნობს რაღაც სხვაობას. მაინც ბრუნდება იმ ძველ პატერნებში და მაინც გრძნობს, რომ რაღაცა მაინც ვერ არის რა მის ცხოვრებაში. ეს ვთქვათ იმ ფსიქოთერაპიის შემთხვევაში, რომელიც არ აღმოჩნდა მისთვის კარგი და აი ამ დროს ეს რა ბენეფიტი აქვს აი ამ ნეიროფსიქომოდულაციას? ნახეთ, პირველ რიგში ჩვენ დავიწყეთ კვლევაზე საუბარი და თერაპიული ეფექტი კვლევასაც აქვს თქო, ამის თქმა მინდოდა, მაგრამ ამის შემდეგ მთელი პროცესები იწყება, თავისთავად ცხადია, რა დანიშნულება აქვს ამ კვლევას და დიაგნოსტიკას, ეს არის ის, რომ ჩვენ განსაზღვროთ თქვენი ტვინის რომელი უბანი როგორ ფუნქციონირებს და რას შეიძლება ეს იწვევდეს. და სხვათა შორის სულ არ არის აუცილებელი გქონდეთ მენტალური პრობლემა, თქვენი პიროვნული ზრდისთვის და თქვენი პიროვნული ტიპაჟის დასადგენათაც კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე პაციენტები, რომ ღმერთო, ამიტომ ვამბობ ამას, ამიტომ ვიქცევი ასე, აი ამიტოა, რომ მე ასეთი ტიპაჟი ვარ და ესაც უკვე თავისთავად, აი ესეთი თვითკვლევა, თვით აღმოჩენა უკვე თერაპიული პროცესის დასაწყისია ხოლმე და ზრდისთვის ძალიან კარგი დასაწყისი პიროვნული ზრდისთვის. მაგრამ ეს enhancement-ის სფერო რომ გვერდზე გადავდოთ, მოდით ცოტა უფრო გაჯანსაღების სფერო რომ და ზრდის პიროვნული ზრდის სფერო რომ გვერდზე გადავდოთ, მოდით ჩვენ გადავიდეთ უფრო მნიშვნელოვან ფაქტორებზე და თქვათ რომ რეალურად მენტალური პრობლემების პანდემია სამყაროში, სოფლიოში და რა თქმა უნდა, ამ სოფლიოს ნაწილია საქართველოც და ეს ყველაფერი 21 საუკუნისთვის არის ძალიან ყოველდღიურობის ნაწილი უკვე და ადამიანებს იმდენად უმნიშვნელო სიტუაციებშიც კი, რომელიც სტრესად არ უნდა იყოს აღქმული რეალურად, ძალიან სტრესული გარემო აქვს და ეს იწვევს ძალიან ბევრ მენტალურ პრობლემას. ამიტომ მოგმართავენ პაციენტები სრულიად სხვადასხვა სპექტრით მენტალური პრობლემებისა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ იცოდნენ კონკრეტულად რომელი ტალღა მათ ტვინში გამომუშავებული, რომელი ტალღა იწვევს მათ ამ პრობლემას. როგორც კი ჩვენ კვლევას ჩავატარებთ და როგორც უკვე ვთქვით, ტვინის რუკები ჩამოვა ამერიკიდან, ამის შემდეგ ჩვენ პაციენტებს ვთავაზობთ აი ამ ყველაფრის განხილვას. ეს კიდევ ერთი თერაპიული პროცესია, როდესაც მათი ტვინის რუკებს განვიხილავთ მათ თვალწინ და ზუსტად იციან ხვდებიან თუ რატომ არის მათი პრობლემა და როგორ არის მათი პრობლემა დაკავშირებული. რა შეიძლება ეწეროს ამ რუკაში რა ამოიკითხება? დიახ, ანუ მაგალითად რამდენად კონკრეტულია და ეს მაინტერესებს. მოდით შენი მაგალითიდან დავიწყოთ, უფრო ადვილი იქნება ჩვენთვის ეს ყველაფერი. მე მახსოვს, როცა შენს რუკას, შენს ელექტროენცეფალოგრამას უყურებდი და კვლევის პროცესი მიდიოდა, პირველი აზრი რაც მომივიდა, ეს იყო ღმერთო ჩემო რამხელა რა რესურსული ტვინია. და ეს შემთხვევით არ იყო, ესე იგი შენ გქონდა კონკრეტული ტვინის ტალღა, ეს იყო ალფა ტალღები გამომუშავებული, რომელიც ყოველ 3-4 წამში ერთხელ შენი ტვინი ისროდა თვალებ გახელილზეც კი. ძირითადად ალფა ტალღები ეს არის ესე იგი რელაქსაციის და სიმშვიდის გამომწვევი ტალღა და ძირითადად ეს გვაქვს თვალებ დახუჭულზე უფრო მეტი და წესით ასეც უნდა იყოს, როდესაც ჩვენ თვალებს ვხუჭავთ მესიჯი მიეწოდება ჩვენს ტვინს რომ დამშვიდდეს და გამომუშავდება ალფა ტალღები. შენ შემთხვევაში ეს თვალებ გახელილზეც იყო და ეს დიდი რესურსია რა თქმა უნდა, მაგრამ ისევე როგორც ყველაფერში აქაც ბალანსია საჭირო. მე ვხედავ რომ ბალანსი და დავინახე რომ ბალანსი შენს ტვინს ქონდა და დაჭერილი, მაგრამ
ზედმეტი რაოდენობით ალფა ტალღების გამომუშავება თვალებ გახელილზე შესაძლებელია გამოიწვიოს ადინამია, ასე იგი გამოიწვიოს ზედმეტად მოდუნებულობა, შეიძლება იყოს პაციენტი ნაკლებად აქტიური და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი, როდესაც ნეირომეცნიერებამ უკვე იცის ნორმები თვალებ დახუჯულზე, თვალებ გახელილზე და სიტუაციურ ელექტროენცეფალოგრამაზე, კვლევის შედეგების შედარება ნორმასთან. და ამის შემდეგ უკვე ხდება ძალიან მარტივად იმის ჩამოყალიბება და მიწოდება პაციენტისთვის, რომ ეს ნებისმიერი მენტალური პრობლემა არ არის მისი ბრალი, ეს არ არის სისუსტე, ეს არ არის მისი ჩვევა, ეს არ არის მისი ხანდახან გენეტიკა გონიათ ხოლმე ეს ყველაფერი. ეს არ არის ასე, ეს არის რომელიღაცა უბნის, თქვენი ტვინის, რომელიღაც უბნის კონკრეტული აქტივობის შედეგი. იმიტომ რომ ეს ფიზიკა, რომელიც თქვენს ტვინში დგას, აი ეს აქტივობა ნეირონებს შორის, ნეირონული ქსელებს შორის, იწვევს კონკრეტულ ნეირობიოლოგიას, ნეიროქიმიას და შემდგომ უკვე აი ეს ყველაფერი გადადის ქცევაში, ფიქრში, ემოციაში და ვართ ისეთები, როგორებიც ვართ, მაგრამ პროცესი დაიწყო ტვინში. ეხლა იცი რისი გაგება მომინდა, აი ის დაზიანება საიდან მოდის, ეგ თუ შეიძლება რომ გავიგოთ თქო. შენ შემთხვევაში აი ზოგადად რა, აი მაგალითად დეპრესიის დროს რა ხდება ტვინში და უამრავი ფაქტორი მუშაობს, რა თქმა უნდა და ყველაფრის საწყისი ძალიან მოწონს მედიცინას ეს და ნამდვილად ესეც არის, ყველაფრის საწყისი არის გენეტიკური მზაობა თავისთავად. გენეტიკა მნიშვნელოვანი ფაქტორია და ტვინი ძალიან გენეტიკური ორგანოა და ეს ყოველთვის მშრალდება ჩვენს ყოველდღიურობაში. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი კიდევ რაც უნდა შემოვიტანოთ ახლა და ამაზე დგას ჩვენი ცხოვრებაც და ჩვენი მეთოდიც, ეს არის ნეიროპლასტიურობა. რა არის ნეიროპლასტიურობა? ეს არის გაჩენის პირველი დღიდან ბოლო დღემდე მიმდინარე პროცესი, რომელიც ტვინის ცვლას გულისხმობს. ტვინი არის ცვალებადი ორგანო, როგორი ტვინიც თქვენ გქონდათ გუშინ, დღეს ისეთი აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი იცვლება და ჩვენი მიზანია, ჩვენი მეთოდის მიზანია ეს ცვლილება მოვახდინოთ თქვენ სასიკეთოდ. და ნეიროტექნოლოგიებიც ზუსტად ამისთვის არის მომართული, რეალურად წამალიც, მედიკამენტიც მაგაზია მომართული. სამწუხაროდ ესე მარტივად არ გამოდის მართვა მედიკამენტოზური გზით ტვინის და ფსიქიკის, იმიტომ რომ კონკრეტულ უბნებზე არ არის ეს ყველაფერი გათვლილი. და როდესაც ყველაფერი ერთად შეერთდება, როგორც შენ უკვე აღნიშნე სათავეში, რომ მედიცინა, ნეირომეცნიერება და ფსიქოთერაპია, ფსიქოლოგია დამეგობრდებიან და ამას სხვადასხვა მხრიდან შეუტევენ, შედეგიც განსაკუთრებული დგება. ხო და მოდი ახლა იმ ტექნოლოგიაზე ვისაუბროთ, ნეირომოდულაციურ ტექნოლოგიაზე. რა არის ეს TMS-ი, ასეთი სახელწოდებით არის ცნობილი, მოდი მოგვიყევი TMS-ი. ანუ კვლევის პასუხი ჩამოვიდა ამერიკიდან. და სხვათა შორის აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამერიკასთან შედარებით საქართველოში ბევრად ხელმისაწვდომი ფასია, ნუ არ არის იაფი რა თქმა უნდა, ძვირადღირებული პროცედურაა ზოგადად ეს, მაგრამ მაინც იმასთან შედარებით ჩვენთან უფრო ხელმისაწვდომია. აი ჩამოვიდა პასუხი, გავიგეთ რა ხდება ადამიანის ტვინში, ეს ტვინის რუკა გვაქვს და მერე აქ შემოდის უკვე TMS-ი, ხო? დიახ. მას შემდეგ რაც ჩვენ უკვე გვაქვს გზამკვლევი, როგორც ვთქვით, როგორ ვიმუშაოთ ამ კონკრეტულ ტვინზე, იმისათვის რომ მენტალური პრობლემა გადავჭრათ, ჩვენ ვიცით უკვე რომ კონკრეტული უბანი, რომელიღაცა აპარატს ემორჩილება, კონკრეტული უბანი დასატრენინგებელია იმისთვის რომ გადასწავლა მოხდეს აი ძველი ჩვევების და რომელიღაცა უბნისთვის აუცილებელია ფსიქოთერაპიული ჩარევა და ეს კომპლექსური მკურნალობის მეთოდი შემოდის. TMS-ი, რომელიც თავიდანვე აღნიშნე, ყველაზე ესეთი
ავტორიტეტული ნეიროტექნოლოგიური მეთოდია, აპარატია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მაგნიტური ტალღით შეიცვალოს ტვინის ნეირონული ქსელების აქტივობა, მაგალითად, როდესაც ტვინის რუკა გვეუბნება, რომ თქვენი დეპრესიული მდგომარეობა შესაძლებელია გამოწვეული იყოს თქვენს მარცხენა პრეფრონტალური კორტექსის დაბალი აქტივობით, რომელიც ძალიან ხშირად ნამდვილად ასეა ხოლმე. ამ შემთხვევაში ჩვენ დამიზნებითი მეთოდით ვახერხებთ იმ არეალის გააქტიურებას, მაგალითად დაბალი აქტივობა შეიძლება იყოს 2, ან 4, ან 6, მაშინ როდესაც ფრონტალურ არეს, იმისათვის რომ იყოს ესე იგი აქტიური, იმისათვის რომ მართოს პროცესი, იმისათვის რომ მართოს ემოციებიც, ჭირდება დაახლოებით 14 ჰერცი მაინც. ბეტა აქტივობაზე უნდა მუშაობდეს ეს არეალი, იმისათვის რომ მისი პასუხისმგებლობა შეასრულოს წარმატებით. როდესაც ეს ვიცით და გვაქვს მონაცემი რომ 4 ჰერცია, რა თქმა უნდა დამიზნებითი მეთოდით ჩვენ შევეცდებით რომ ეს აქტივობა გავზარდოთ ამ არეალში. როგორ ხდება ამ აქტივობის გაზრდა? ამ არეალში ყოველთვის არის რესურსული ნეირონები. ნეირონების აქტივობა, ანუ ერთმანეთთან კავშირი, ანუ სინაფსური ურთიერთობები ყოველთვის არ არის ამოწურული. არსებობს რესურსი, რომლის ამოწურვისთვისაც სხვადასხვა საშუალებები შეიძლება მოვიხმაროთ. ერთ-ერთი საშუალება მაგნიტური ტალღაა, ამას ჭირდება განმეორებითობა თავისთავად და შემდგომ უკვე 4 ჰერცის ნაცვლად, ანუ ნაკლები ნეირონული სინაფსური ურთიერთობების ნაცვლად, მეტი ნეირონული ურთიერთობების მიღება იწვევს მაღალი სიხშირით მუშაობას აი ამ კონკრეტული უბნის. ეს საოცრება არ არის? ATMS-ი ეს აპარატი რო აკეთებს ამას. გარკვეულწილად საოცრებაა, მაგრამ ესეთი ძალიან პრაქტიკული საოცრებაა რეალურად და საქმე იმაშია, რომ ძალიან სასიხარულო რამ, რაც მოხდა, რაც ესე იგი მეცნიერების განვითარება მოიტანა, არის ის, რომ მენტალურ ჯანმრთელობის სივრცეში ხელისცეცებით სიარულის ეტაპი და ერა დამთავრდა. დასრულებულია ის რომ რაღაცა ნაწილი ჯერ კიდევ მოყვება რომ აუცილებლად პრეპარატების გზით უნდა დავიწყოთ მკურნალობა, რასაკვირველია აუცილებლობა, მაგრამ მაშინ როდესაც ახალი ცოდნა შემოდის ასპარეზზე, რაღაც დროს ყოველთვის მოითხოვს სიახლეებისკენ გადართვა, მაგრამ აუცილებლად მივა მენტალური ჯანმრთელობა იმ ეტაპამდე, რომ ტვინის გამოკვლევის გარეშე არ დაინიშნება არც ერთი პრეპარატი და არ დაინიშნება არც ერთი სხვა თერაპიული მეთოდი. რატომ? იმიტომ რომ არც ამის დრო არის, არც ამის ფუფუნებაა, რომ ვეცადოთ ახლა რა, მოდი ახლა ეს ვცადოთ, მერე ის ვცადოთ, მერე, იმიტომ რომ ამ ცდებში შეიძლება პირიქით უკუ შედეგი მივიღოთ. რასაკვირველია და ამას იცნობს მედიცინა ძალიან ხშირად, მით უმეტეს ფსიქიატრიაში დასამალი არ არის, ძალიან ხშირად არის ესე იგი ამა თუ იმ მედიკამენტის მორგების პროცესი მოითხოვს დროს, შეიძლება არ მოერგოს ამ კონკრეტულ სისტემას, იმიტომ რომ ძირითადად სიმპტომატური, ესე იგი მონაცემების მიხედვით არის დანიშნულება, რომელსაც სრულიად არ გამოვრიცხავთ არც ჩვენ, აბსოლუტურად ვეყრდნობით და ვენდობით იმ ფარმაკოთერაპიას, რომელიც ფუნქციონირებს და არსებობს მედიცინაში დღესდღეობით, მაგრამ ერთი ჩასწორებით უფრო მეტი სიზუსტის შემოტანა შეგვიძლია, იმიტომ რომ სხვადასხვა უბნის გარკვეული აქტივობის შემთხვევაში შეიძლება სრულიად სხვადასხვა პრეპარატი დაინიშნოს და მაშინ როდესაც ეს არიცი, რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი ნიჭი ჭირდება და მე ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ როგორი ნიჭიერი უნდა იყოს ფსიქიატრი, რომ ამ ყველაფერს ესე ყოველგვარი მონაცემების გარეშე მხოლოდ სიმპტომურად მოერიო. ხდება მორევა ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში ვერა და უკუჩვენებები პრეპარატების ძალიან დიდია. ანუ ეს ადვილებს საქმეს, რომ შედეგი დადგეს ძალიან პოზიტიური. მოდი მაინც მინდა TMS-ზე კიდე ჩაგეკითხო, ეს
აპარატი სანდოობა რომ დავადასტუროთ ასე რა ვთქვათ, იმიტომ რომ მაყურებლისთვის ხა ეს არის ძალიან სიახლე და ჩვენი ტვინი ისე მოწყობილი რომ სიახლეს მთლად ასე ადვილად ვერ ეგუება. ნუ ყველასი არა რა თქმა უნდა გააჩნია ადამიანს. რა აპარატია, სად შეიქმნა, რა ტესტირება გაიარა, რამდენი წელი აკვირდებოდნენ და როდის იქნა მიღებული და დამტკიცებული? დაახლოებით ესე იგი მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო მუშაობა ამ თემაზე. თავდაპირველად ნევროლოგიისთვის უნდათ ამ ყველაფრის გამოყენება, ნევროლოგიური დაზიანებებისთვის. მაგნიტური ტალღა რომ ნეირონული სინაფსების გააქტიურებას იწვევს, ეს ძალიან დიდი ხანია უკვე დადგენილია. უბრალოდ როგორ მომხდარიყო ამ ყველაფრის უსაფრთხოდ მიწოდება პაციენტისთვის და როგორ მომხდარიყო ამ ყველაფრის უსაფრთხოდ შემოტანა მკურნალობის პროცესში, ამან რა თქმა უნდა თავისი დრო წაიღო და ისევე როგორც ყველაფერს თითოეულ მედიკამენტს, რომელსაც ჩვენ ახლა ძალიან ბრმად ვენდობით ხოლმე ხშირად არც ვკითხულობთ, რას გვინიშნავს ექიმი, ვენდობით მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს ესეთი სისტემატიზირებული ესე იგი პროცესი, რომლის მიხედვითაც ესე იგი უნდა გაიაროს ნებისმიერმა პრეპარატმა, ნებისმიერმა მეთოდმა, კვლევები, რანდომიზირებული კვლევები, ხანგრძლივი კვლევები და ამ ყველაფერმა უნდა დადოს შედეგი, უნდა შედარდეს სხვადასხვა ჯგუფის ესე იგი მონაცემები ერთმანეთს და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი TMS-მა გაიარა, ისევე როგორც ესე იგი სხვა პრეპარატის მიღების ძალიან მკაცრი პროცესი და FDA 2008 წელს, ანუ Food and Drug Administration, ესე იგი ამერიკულმა ორგანიზაციამ, რომელსაც მთელი მსოფლიო ეყრდნობა და ენდობა, ესე იგი მიიღო ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის მეთოდი, როგორც დეპრესიასთან ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებად. და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ყველაფერი დაიწყო ისეთი შემთხვევებიდან, როდესაც ასე იგი პრეპარატები უძლური იყო. იმ დეპრესიების მართვაში იყო ძალიან ეფექტური TMS-ი, სადაც პრეპარატები იყო უძლური, ამას ქვია ესე იგი treatment resistant depression, ანუ როდესაც ესე იგი ვერ ერევა ვერც ერთი პრეპარატი. ამ შემთხვევაში დაიწყეს TMS-ის ხმარება და არაჩვეულებრივი შედეგები დადო და შემდეგ უკვე წამოვიდა შფოთვითი აშლილობების დროს მისი გამოყენება ძალიან აქტუალურად, ფობიების დროს, ესე იგი სხვა სტრესის მართვაში და ასე შემდეგ, ასე იგი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მართვა ძალიან მნიშვნელოვნად ჩააბარეს TMS ყოველ შემთხვევაში ამერიკაში. ეხლა მესამე მიდგომა, შენ ხო სამ მიდგომას აერთიანებ, მესამე ეს არის ფსიქოთერაპია. კი ბატონო. ესე იგი, თავიდან თქვენ იყენებთ ტვინის კვლევას, ტვინის რუკად გინდება, გაქვთ სამოქმედო გეგმა, მერე ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციით ამ აპარატით ხდება იმ უბნებზე დამიზნება და ახალი ნეირონული ქსელების და გადაფორმირება და ასე შემდეგ. და მესამე არის ფსიქოთერაპია. ანუ ეს ყველაფერი, აი ეს აპარატის მოქმედება ფსიქოთერაპიის ფონზე მიმდინარეობს. აი მოდი ამაზე მოგვიყევი. კი ბატონო. მოდით ჯერ გეტყვით, რომ მანამდე არ გამოგრჩეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მეთოდი, სანამ ფსიქოთერაპიამდე მივალთ. კი ბატონო. იმიტომ რომ ქრონოლოგიურად ეს ხდება ჩვენთან, მას შემდეგ რაც ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციით TMS-ის გზით შევცვალეთ აქტივობა, რომელსაც ძალიან პატარა დრო ჭირდება და ახლობით 9 საათიანი პროცედურაა. ანუ ეს ჰერცების გაზრდაზეა საუბარი. ანუ კონკრეტული უბანი გავააქტიურეთ, ან ნაკლებ აქტიური გავხადეთ, ნორმამდე მივიყვანეთ, დავამყარეთ ბალანსი. ეს ყველაფერი ფაქტობრივად დადასტურებული გვაქვს ხოლმე რომ ეს მოხდა. იმიტომ რომ ხედავთ პირდაპირ. ეს ყველაფერი ხდება სკანირების ქვეშ და ვიცით რომ ეს ფაქტი დადგა, რომ ესე იგი მაგალითად როგორც უკვე ვთქვით, 4 ჰერცის ნაცვლად ფრონტალურ არეში გამოიმუშავა ტვინმა 14 ჰერცი, რომელიც მას ჭირდებოდა ფუნქციონირებისთვის. მაგრამ
ახლა შემდეგი თემა შემოდის უკვე კიდევ ნეიროპლასტიურობის გამო ეს ყველაფერი მდგრადი არ არის და ესე არ დარჩება. მყოლია პაციენტები, სადაც ერთი სესიის შემდეგ აღარ დაბრუნებულა ის აქტივობა, რომელიც მასდია ძველი სურათი, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია, ძირითადად ყოველთვის ჭირდება აი ამ twins განმეორებითად გააქტიურება და ყველაზე მნიშვნელოვანი დასწავლა. იმიტომ რომ ყველაფერი რაც ჩვენს twin-ში ხდება, ეს ყველაფერი არის დასწავლელი სალომე. დასწავლელი ჩვენი პირველი დღიდან. ის რომ ჩვენი სხვადასხვა სტრესი ასე თუ ისე ადაპტირებულად გადავიტანეთ, ის ავადაპტირდით ამ თუ იმ სიტუაციასთან, ეს ყველაფერი იყო შედეგი იმისა, რომ ჩვენმა twin-მა ისწავლა ასე ფუნქციონირება. და უცებ მართლა სასწაულის ტოლფასი უნდა იყოს ის, რომ ერთი ხელის მოსმით აპარატურით, ერთი ჩარევით ყველაფერი გადაარესტარტო მთლიანად და ასე დარჩეს. სხვათა შორის ესეც დამცავი მექანიზმია და საჩვენოდ მუშაობს თავის თავად ცხადია ის, რომ twins პლასტიურობა, ნეიროპლასტიურობა არა მარტო პოზიტიური კუთხით, არამედ ნეგატიური კუთხითაც აქვს, იმიტომ რომ შესაძლებელია აი ეს ცვლილება, მასე რომ ყოფილიყო, ეს ცვლილება რაც twin-ში მოხდებოდა ნეგატიური კუთხით. მაშინ ისე დარჩებოდა, ჩვენ ხო გვაქვს იმისი უნარი, რომ ვადაპტირდეთ და სტრესიც გამოწვეული, რომელიღაცა სიხშირე, ასე კი ისე ნორმისკენ დავაბრუნოთ. მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად არ გვადგება ჩვენ საიმისოდ, რომ აი ის სიმპტომი უცებ ავალაგოთ. ამიტომ როგორ მოვახერხოთ ის, რომ ეს ყველაფერი დავამახსოვრებინოთ და დავასწავლოთ ჩვენს twins. აი ამ შემთხვევაში შემოდის უკვე ნეიროფიდბექი, ესე იგი აპარატურული მეთოდი twin-ის ტრენინგისა, რომელიც ასწავლის twins გადასწავლა ხდება აი ამ კონკრეტული მდგომარეობისა და როდესაც ჩვენ TMS-ით შევცვალეთ უკვე სიხშირე, აი ახლა უკვე ჩვენ ვასწავლით twins, რომ დიახ ასეთი მუშაობა არის შენთვის სასარგებლო. ამიტომ არის რომ ამის გამოტოვება არ მინდოდა, იმიტომ რომ შესაძლებელია მარტო TMS-ით დაჭირდეს პაციენტს, არ ვიცი, 30-40 სესია ან მეტი, იმიტომ რომ ამას მოითხოვს twin-ი და ნეიროფიდბექით ეს პროცესი ცირდება, ნახევრდება თითქმის, იმიტომ რომ ვასწავლით და ყველაფერი რაც დასწავლილია, მტკიცეა და ცხოვრების რითმში ესე იგი ჩასმულია twin-ის მიერ. წლების განმავლობაში, რაც ჩემი საქმიანობა წამოვიწყე სოციალურ ქსელში, მხოლოდ ისეთ ბრენდებთან და კომპანიებთან თანამშრომლობ, ვისაც ვენდობი ან ვისი მომხმარებელიც ვარ. სწორედ ასეთი კომპანია იმედიელი. წლებია ჩემი ჯანმრთელობის დაზღვევას ვანდობ იმედიელს. ვსარგებლობ მათი აპლიკაციით, სადაც ძალიან ადვილად ჯავშნი ვიზიტებს პირად ექიმთან, ან ვიღებ ისეთ მომსახურებას, როგორც არის ანაზღაურება, მიმართვები და ასე შემდეგ. იმედიელი გთავაზობთ ჯანმრთელობის ინდივიდუალურ დაზღვევას UNO-ს. UNO ეს არის დაზღვევა ფიზიკური პირებისთვის, რომელიც შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს პირად საჭიროებებს. UNO-ს აქვს 3 სხვადასხვა პროდუქტი, რომლებიც განსხვავდება ფასით და დაზღვევის დაფარვით და სამედიცინო მომსახურებით. იმედიელში ინდივიდუალური დაზღვევის შერჩევისას შეგიძლიათ დაამატოთ თქვენთვის სასურველი სერვისები, როგორიც არის პერსონალური მენეჯერის მომსახურება, ასევე ფიზიოთერაპია და ლაბორატორიული მომსახურებები ნახევარ ფასად. იმედიელი არის დაზღვევა, რომელსაც ირგებთ თქვენ. გადადით ვიდეოს ქვემოთ მითითებულ ბმულზე და დაეზღვიეთ ინდივიდუალურად. წეღანაც ვახსენე, რომ ეს რაღაც თქვათ ფსიქოთერაპიის დროს მაგალითად რაღაცა ისეც აღმოაჩენ ადამიანი, რომ აი მეხმერთო, აი ეს ყოფილა ჩემი პრობლემა. მე გადიხარ, აგრძელებ ცხოვრებას და ისევ უბრუნდები ძველ ცხოვრებას. ანუ უცნაურია ხო? შენ ხო მიხვდი რა არის მიზეზი შენი პრობლემის, მაგრამ მაინც არ შეგიძლია თითქოს აი ამ რაღაც სიახლის ამ ბედნიერების დატევა.
ისევ უბრუნდებით ძველ თარგს და ეს თურმე რატო? იმიტომ რომ იმ ტვინში ეს სიხშირეები ვერ გადაეწყო, ვერ ისწავლა ტვინმა. გადაეწყო, მაგრამ არ დარჩა. არ დარჩა, ხო, სწორედ იმ მომენტში გაანალიზება ფსიქოთერაპიული პროცესი, რასაც ჩვენ გაანალიზებას ვიძახით, ნამდვილად თერაპეულია, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამისი ასე იგი დარჩენა ძალიან ნაკლები შანსია ასეთი ესე იგი მდგომარეობის შენარჩუნების, იმიტომ რომ ის ფიქრი, ის ემოცია, აი ეს თქვენი პროგრამული მდგომარეობა, რომელიც ტვინში ყველა წლების განმავლობაში იწერებოდა, ეს იყო კონკრეტული სიხშირით, კონკრეტული ნეიროფიზიოლოგიით და ნეირობიოლოგიით, ნეიროქიმიით გამოწვეული და სამწუხაროდ ესე უცებ თავისი თარიღდება. იმიტომ რომ ტვინს ჭირდებოდა ეს. ტვინი გეუბნება რომ მოიცა სად მიდიხარ ახლა შენ ჯერ წინ არ გადადგა ნაბიჯი, მოდი ისევ ჩემთან აქ უსაფრთხოა. ნახეთ როგორ არის სალომე, ყველაფერი ჩვენს ტვინს არ აინტერესებს სიმართლე და სიცრუე. ჩვენს ტვინს არ აინტერესებს დიდად რომანტიკა, არ აინტერესებს ძალიან ბევრი სიღრმე. ჩვენი ტვინის მთავარი ფუნქცია არის გადარჩენა. სიცოცხლე უნდა გადარჩეს. სიცოცხლის გადარჩენის გეგმით და სქემით მან უამრავი პროცესი აწყო და აი ეს ნეირონული ქსელები, რომელიც ჩვენში ყველაში არის, ესე იგი დიდი აქტივობით მუშაობს, ამ ყველაფერმა ჩვენ უკვე გადაგვარჩინა. და როგორ წარმოგიდგენიათ ახლა თქვენ ის, რომ აი ეს მექანიზმი, რომელიც მან იცის და ეყრდნობა საკუთარ თავს, საკუთარ შესაძლებლობებს, იცის, რომ ამან გადაარჩინა. შეგიძლიათ ახლა უცბად დაარწმუნოთ ის, რომ არა, ეს აღარ გინდა, ახლა სხვა მექანიზმი. აი ზუსტად ამის დარწმუნების პროცესია, გავარომანტიულეთ ახლა ეს ყველაფერი, მაგრამ ზუსტად ამის დარწმუნების პროცესია ნეიროფიდბექი. და ვეუბნებით, აქ მუშაობს წახალისების და დასჯის მეთოდი, როგორც პავლოვის რეფლექსების, პავლოვის ძაღლის რეფლექსების თემა, ზუსტად ისევე, ესე იგი დასჯის მეთოდი ავიწყებს რომელიღაცა სიხშირეს ტვინს და გააქტიურების პროცესი, ანუ და rewarding დაჯილდოების გზა ასწავლის ახალ აქტივობას ტვინს. და საბოლოო ჯამში ვიღებთ იმას, რომ რაც ჩვენ TMS-ით შევცვალეთ, ტვინმა დაიმახსოვრა და მიიღო როგორც ახალი პროგრამა გადარჩენისა. საოცრება. კარგი, ახლა გადავიდეთ ფსიქოთერაპიაზე. კი ბატონო. და მე მაინტერესებს кейსები. კი ბატონო. ფსიქოთერაპია. რეალურად ჩვენ ამას უკვე ფსიქოთერაპიას აღარ ვეძახით, ეს არის ნეიროფსიქოთერაპია და რატომ ქვია ამას ნეიროფსიქოთერაპია? არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე თქვენი ტვინი უკვე ვიცი და მე თქვენი ტვინის სტილი, მუშაობის სტილი უკვე შევისწავლე რუკირების გზით. არა მარტო მხოლოდ მაგიტომ, არამედ იმიტომ, რომ თქვენ თვითონ ფსიქოთერაპიის დროს თქვენ თვითონ უყურებთ ეკრანზე თქვენი ტვინის ტვინში მიმდინარე პროცესს. მაგალითად, თქვენ როდესაც შენ სალომე, როდესაც გამოგიკვლიეთ ტვინი, მაგ შემთხვევაში მე მახსოვს, რომ გითხარით თვალებ დახუჭულზე, ამას სიტუაციურ ელექტროენცეფალოგრამას ვეძახით, წარმოიდგინე იმიჯი ან სიტუაცია, როდესაც რაღაცა რაც სტრესში გაგდებს. და ეს შენთვის ძალიან მტკივნეული მომენტი იყო, მახსოვს, ძალიან კარგად, ცრემლებით წამოგივიდა და როგორც კი მე მივეცი შენს ტვინს აი ეს დავალება, რომ ეს იმიჯი წარმოედგინა და სხვათა შორის ტვინი ვერ არჩევს წარმოსახვას და სინამდვილეს, მისთვის ეს იმიჯია და დამთავრდა, არ აქვს მნიშვნელობა ეს ნამდვილად ხდება თუ არა. ზუსტად ისეთი აქტივობა წამოვიდა, რომელიც ალბათ იმ სტრესის დროს, როდესაც შენ ეს განიცადე. და აი ეს ბეტა-2 აქტივობა, რომელიც უცებ აი ალფაზე დაიწერა, რომელიც შენთვის იყო ძალიან დამცავი მექანიზმი შენი ტვინისა, იმ ალფაზე დაიწერა ბეტა-2 აქტივობა უცებ და ამან შენში გამოიწვია აი ეს შფოთვითი მდგომარეობა, აი ის დისკომფორტი, რომელიც სხეულშიც გამომჟღავნდა და ცრემლებადაც იქცა.
ეს პროცესი, აი ეს ყველაფერი წარმოიდგინეთ, რომ ფსიქოთერაპიის დროს სულ მიმდინარეობს. მაშინ, როდესაც პაციენტი საუბრობს მის გადაუმუშავებელ ტკივილზე, ან რომელიმე მისი ცხოვრებისეული წარსულიდან რომელიმე იმიჯზე საუბრობს, ამ შემთხვევაში მის თვალწინ არის ტვინის სურათი, live რეჟიმში, რა თქმა უნდა, და ხედავს, როგორ იცვლება მაგალითად დედის შესახებ საუბრის დროს, თუ ეს მისთვის ტკივილია, რა თქმა უნდა, როგორ იცვლება მის ტვინში პროცესი. რა აქტივობა მოდის აი ამ ტკივილის დროს. მე ხანდახან მithქვამს ხოლმე, რომ ალბათ რას არ მისცემდა ფროიდი იმისათვის, რომ და დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ნევროლოგი იყო ფროიდი და დარწმუნებული ვარ, მისი ოცნება ეს იყო, რომ იმ ყველაფერს, რასაც ხედავდა, რასაც აკვირდებოდა, რა ქცევის ცვლილებასაც ის აღწევდა და როგორი საფუძველიც ჩაუყარა ზოგადად ფსიქოთერაპიას მან თავისი ცოდნით, ამას რომ კიდევ ესე იგი დამატებით ბონუსად ქონოდა ის, რომ იმას დაენახა ტვინში რა ხდებოდა მაგ დროს, ნუ აქ სულ სხვა. ზუსტად ამას ვაკეთებთ. მე შემიძლია ვთქვა და ჩემი გუნდი ფროიდის ოცნებას ვცხოვრობთ. აი ეს არის პაციენტის თვალწინ როგორ იცვლება ტვინის აქტივობა და შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ იწყება, რომ ჩასწორება აი ამ აქტივობის ჩასწორება ზუსტად იმ დროს, როდესაც ეს აქტივობა გაჩნდა, მაგალითად ბეტა-2 აქტივობა წამოვიდა, ეს ძალიან მაღალი სიხშირეა უკანაწილებისთვის, მით უმეტეს კეფის წილისთვის, ეს ძალიან მაღალი სიხშირეა და იწვევს შფოთვას. და აი მაშინვე ამ პროცესში, აი ამ იმიჯის გახსენების დროს, ამის გაანალიზების დროს, ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის გზით ჩასწორებული და დაბალანსირებული აი ეს სიხშირე იწვევს ჩემს თვალწინ სიმშვიდეს და შემდეგ უკვე აი ამის დასწავლა ნეიროფიდბექის გზით იწვევს ამ პროცესის გაანალიზებას digesting, ანუ მონელებას და მონელებას და ჩვენ ვამბობთ ხოლმე რომ ტვინი არის ყველაზე დაჩაგრული ორგანო იმ თვალსაზრისით, რომ კონკრეტულად მას არ ეკითხებიან, როგორ ახერხებს ამდენ რამეს, ხო? ჩვენ როცა კუჭი გვაწუხებს და ვერ ვინელებთ რომელიმე საკვებს, რა ვიცი, რამდენი ხანი ვერ მოვინელებთ, ალბათ ერთი კვირა გაუძლებთ და წავალთ ექიმთან, გამოვიგლებთ, რა ფერმენტი გვაკლია, რატომ ვერ ვინელებთ და მალე ვეხმარებით. და წარმოიდგინეთ, ასევე ვერ ინელებს რომელიღაც ჩვენ ცხოვრებაში მომხდარ პროცესს, ემოციას, ჩვენი ტვინი ვერ გადაამუშავა, იმიტომ რომ კონკრეტული ნეირონული ქსელები აი ერთსა და იმავე სიხშირეზე მუშაობს, იმისათვის რომ გაანალიზო, იმისათვის რომ მოინელო პროცესი, ემოციური პროცესი, უნდა ჩაერთოს სხვადასხვა ნეირონული ქსელების ბალანსირებული, ორკესტრირებული მუშაობა პროცესში. იმიტომ რომ ყველას გვტკივა, ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია, მაგრამ თუ კი ვერ გადაერთო თქვენი ლიმბური სისტემა, ანუ თქვენი ემოციებზე, ესე იგი აწყობილი ემოციებზე პასუხისმგებელი სისტემა, ნეირონული ქსელებისა, ესე იგი ფრონტალური არის აქტივობაზე, ანუ თუ სელი ნეტვორკმა აქტივობით არ აჯობა თქვენს ლიმბური სისტემის სიხშირეს, მაშინ თქვენი აქტივობა ისევ ემოციურია და არა პრაქტიკული. გამიგეთ, აი ეს არის ისეთი პრაქტიკული პროცესი, ტექნიკურად შეიძლება ამას ეწოდოს, რომ ამ კუთხით როცა უყურებ ხოლმე, მე სულ ვფიქრობ და სულ ჩემი ადამიანური ფიქრები, უკვე არა მარტო პროფესიული ადამიანური ფიქრები მიდის იქამდე, რომ ისეთ არც ბოროტი ადამიანი არსებობს, არც ბრაზიანი ადამიანი არსებობს რეალურად, არც განსაკუთრებულად კეთილია ვინმე და არც რაიმე კონკრეტული ემოცია არის ვინმესი. ეს არის სულ ნეირონული ქსელების კონკრეტული მუშაობის შედეგი. და თუ ადამიანს შეუძლია ამ აქტივობას, ის აღარ იქნება ბრაზიანი. როგორ შეიძლება ადამიანი არ იყოს ბრაზიანი, თუ კი მას აი ამ ხელა მაღალი სიხშირის ბეტა-2 აქტივობა ან გამა აქტივობა აქვს, მაგალითად ლიმბურ სისტემაში.
ძალიან შეუძლებელია და თუ კი მისი ფრონტალური არე ვერაფრით ვერ მოერია იმ პროცესის გადამუშავებას და ამის ჩავარცხნას. ადამიანები ერთმანეთისგან რეალურად განსხვავდებით აი ამ ნეიროფიზიოლოგიით და ნეიროქიმიით. და არაპიროვნულად. პიროვნება არის სულ ამისი შედეგი, სალომე. სულ არის ფაქტი უკვე. და ამ ყველაფრის შეცვლა არა მარტო მენტალური პრობლემების მოგვარებას, არამედ საზოგადოების გაჯანსაღებამდეც კი მიდის, იმიტომ რომ როდესაც არის ადამიანი სევდიანი მაგალითად და მისი გაბედნიერება შეუძლია ერთი რომელიმე არეალის გააქტიურებას. წარმოიდგინეთ, როგორი ტექნიკურად როგორ შეგიძლიათ მიიღოთ ბედნიერი ადამიანი. საოცრება. და რა თქმა უნდა ნეგატივებისგან გაათავისუფლოთ. მოდი ახლა მომიყევი, შენი პირველი პაციენტი ვინ იყო საქართველოში? რა кейსი იყო? ჩემი პირველი პაციენტი საქართველოში ეს იყო 2000 მე დავიწყებ TMS-ის პირველ პაციენტს, იმიტომ რომ მანამდე თავიდან ნეიროფიდბექით მუშაობდი, მხოლოდ სანამ ამერიკაში წავიდოდი და იქაური პაციენტები სხვა ტიპის იყვნენ, ძირითადად ბავშვებთან მუშაობდით, იმიტომ რომ ძალიან ეფექტურია ნეიროფიდბექით მუშაობა ADHD ბავშვებთან და ასე შემდეგ. მაგრამ მოდი მაგას თავი დავანებოთ, შემდეგ მიუბრუნდეთ, იმიტომ რომ საინტერესო თემაა. და როდესაც მთლიანი მეთოდოლოგია, ნეიროფსიქომოდულაციური მეთოდოლოგია დავამკვიდრე საქართველოში, ეს იყო 2016 წელს, ამერიკიდან, ესე იგი ამერიკაში 2 წლის სწავლის შემდეგ 2014-ში წავედი და 16-ში უკვე ჩემი მიზანი, ჩემი ოცნება, რომ საქართველოში შემეცვალა მენტალური ჯანმრთელობის სერვისები, მივიდა აი ამ რაღაცა კონკლუჟენამდე, კულმინაციამდე, რომ დიახ, გადავდგით ეს ნაბიჯი, მე და ჩემმა გუნდმა და 2016 წელს ჭავჭავაძეზე გაიხსნა ტვინის ჯანმრთელობის ცენტრი. ამ დროს ჩემთან უკვე დადიოდა პაციენტი ნეიროფიდბექს და ფსიქოთერაპიაზე და გზაში იყო ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის აპარატი და ადამიანი იმდენად მენდო, რომ ამ პროცესს გადიოდა და ელოდებოდა ამ აპარატს. და ეს იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ფობია, მანამდე შფოთვითი აშლილობა და ფობია, ერთ-ერთი ფობია, რომელიც ძალიან ხელს უშლიდა ბიზნესის წარმოებაში, ვერ ჯდებოდა თვითფრინავში, მოკლედ, და ვერ მიდიოდა თავის ოფისში საზღვარგარეთ. როგორც კი TMS-ი ჩამოვიდა, ძალიან დავიწყეთ ინტენსიური თერაპია და ძალიან მალე დადო შედეგი ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, წინ უძღოდა ეს ნეიროფიდბექით და ფსიქოთერაპიით დამუშავებული ტვინი უკვე და მაგნიტურმა სტიმულაციამ ძალიან მალე მოგვცა რამდენ ხანში? დაახლოებით თუ სწორად მახსოვს ახლა ამ პაციენტის შედეგი, დაახლოებით 2 კვირაში, იმიტომ ინტენსიური თერაპიის შემდეგ 2 დღეში ერთხელ მოდიოდა, მაშინ ყოველ დღე ვერ ვბედავდი, იმიტომ რომ არ იყო მაშინ ეს პროტოკოლი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროტოკოლი, ყოველდღიური ინტენსიური ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციისა. ახლა არსებობს და ახლა ჩვენ უკვე მივყვებით ფეხდაფეხ სიახლეებს და ესე იგი სხვადასხვა ცნობილი უნივერსიტეტების პროტოკოლებს, მაგრამ მაშინ ყოველდღიური არ იყო, 2 დღეში ერთხელ მოდიოდა და 2 კვირაში უკვე მან თქვა, რომ თითქმის შეუძლია გაფრინდეს. მაგრამ ჩვენთვის თითქმის არ იყო საკმარისი, რა თქმა უნდა, და 1 თვის შემდეგ ეს ადამიანი გაფრინდა ლონდონში და გააკეთა თავისი ესე იგი პასუხისმგებლობა, რაც უნდა გაეკეთებინა. ესე იგი რა ხელანახტომია. კიდე რა кейსები გაქვთ? აი რამდენიმე რო ჩამოთვალო. კი ბატონო. ფობიების დროს უკვე გითხარით, ძალიან ესეთი რაც მახსენდება ახლა დეპრესია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წამყვანი, მით უმეტეს ამერიკაში განსაკუთრებულად დეპრესიული მდგომარეობები ჭარბობს და ესაც ძალიან საინტერესოა, რატომ ჭარბობს ამერიკაში დეპრესია უფრო მეტად და საქართველოში
სპოტვითი აშლილობა, ამაზე შეგვიძლია შემდეგ ვისაუბროთ. და ანუ მაგალითად ესე იგი პაციენტი, რომლის ტვინის კვლევამაც აჩვენა, რომ მისი ესე იგი ტვინის პრეფრონტალური, მარცხენა პრეფრონტალური არე მუშაობს ზეტა სიხშირეში, სადღაც აი ალფამდეც ვერ აღწევდა, ზეტა სიხშირეში დაახლოებით 6-7 ჰერცი მაქსიმალური. ამ შემთხვევაში მისი ცხოვრებისეული გზა მთლიანად იყო სინანულის გამომწვევი მასში და ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ როდესაც პაციენტს აქვს სინანულის შეგრძნება, ეს ნიშნავს, რომ მისი default network-ი, ანუ ესე იგი ერთ-ერთი ნეირონული ქსელი პასიური, ესე ქვია ქართულად თუ არ ვწდები, პასიური ნეირონული ქსელი მუშაობს დაბალ სიხშირეზე, უფრო სწორად default network-ი მუშაობს მაღალ სიხშირეზე, ამიტომ ის არის ორიენტირებული ძალიან, ასე იგი, საკუთარ თავზე, რა მოქმედებები გქონდა, რა პროცესები გაიარა ცხოვრებაში, რა უნდა გაეკეთებინა უფრო სხვაგვარად, რა იყო სწორი, რა იყო არასწორი, ორიენტირებულია საკუთარ თავზე, საკუთარ ქცევაზე წარსულში და სინანულშია. აი ეს სინანულის შეგრძნება ჩვენთვის ფაქტია და დამთრგუნველია, თორემ ამას ყველაფერს თავისი ნეირობიოლოგია აქვს და თავისი საფუძველი აქვს. და როგორც კი ჩვენ ჩავერიეთ ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციით და ნეიროფიდბექით დაიწყო left prefrontal cortex-მა ნენელა აწევა 8, 10, 12 ჰერცი როგორც კი დაგვიდგა, მახსოვს ძალიან აშკარად, რომ პაციენტი ამბობს, რომ არაფერსაც აღარ ვნანობ. I don't regret. და ეს იყო საოცრება ჩემთვის ამის მოსმენა, იმიტომ რომ ჩემს თვალწინ ხდება აი ამ აქტივობის გაზრდა და შეგრძნების ცვლა. რა თქმა უნდა, მე როდესაც უკვე გადავამოწმეთ კვლევაზე, default network-ი უკვე მაღალ სიხშირეზე აღარ მუშაობდა ამავე დროს, ანუ ბეტა-2-ის ნაცვლად ის მუშაობდა ბეტა სიხშირეზე და ამ ყველაფერს შედეგი ჰქონდა ის, რომ ის ორიენტირებული იყო მომავალზე და არა წარსულზე. ის кейსიც მოყევი, შე რომ მითხარი, კონფერენცია დავატარებ. კონფერენცია და ეხლაც მაქვს ესე იგი პრეზენტაციაში იყო ერთი პაციენტი, რომელსაც რომლის ძირითადი ჩივილი იყო პანიკური შეტევები და პანიკური ზოგადად ფონური პანიკური მდგომარეობა. და კვლევის დროს, როდესაც ანუ ეს ყველაფერი აღმოვაჩინეთ და ჩვენ უკვე ვიცოდით მიზეზი, რა იწვევდა მის პანიკურ მდგომარეობას, ეს იყო გამააქტივობა ლიმბურ არეაში, ეს აუცილებლად გამოიწვევს პანიკურ მდგომარეობას, მაგრამ კონკრეტულად პანიკური შეტევა როცა დგება, ეს კიდევ სხვა თემა, კიდევ სხვა ფენომენია და მილიწამებში უნდა აღმოაჩინოთ თუ რამის აღმოჩენა გინდა და ამ მომენტში უნდა ნახოთ ტვინი და ეს ფუფუნება ბევრ სპეციალისტს არ აქვს, რა თქმა უნდა და მეც არ მქონდა მანამდე პანიკური შეტევის დროს ნანახი ტვინის აქტივობა. და იქ დაემართა. და ესე იგი მიმყავდა ფსიქოთერაპია, როგორც უკვე იცი, სალომე ფსიქოთერაპიის დროს თან სკანირება ხდება ტვინის და ვიცი როგორი პროცესები მიმდინარეობს, რა სიხშირეზე გადადის და გადმოდის ნეირონული ქსელები, ბალანსირებულად თუ არაბალანსირებულად და დავიწყეთ საუბარი, მას ყავდა მამა გარდაცვლილი ბავშვობაში, გარდატეხის ასაკში, მახსოვს და როდესაც დავიწყეთ საუბარი, ბევრჯერ მქონდა უკვე ნასაუბრები სხვათა შორის ამაზე და თვითონ წამოიწყო მოუნდა ამაზე საუბარი კიდევ, გაიხსენა სიტუაცია, როდესაც მას ესეთი ამ სიტუაციასთან შეჯახება მოუწია, როდესაც ის მივიდა სახლში და მისი მამა აღარ იყო ცოცხალი. და ამის გახსენების ფსიქოთერაპიული პროცესის დროს, ამის გახსენების მომენტში ადამიანს დაემართა პანიკური შეტევა. და დაფიქსირდა, ჩვენ ხო ვაფიქსირებთ ამას ყველაფერს და ჩემს თვალწინ მოხდა ის, რომ გარდა იმისა, რომ ლიმბურ არეაში გამააქტივობა იყო ძალიან მაღალი, ამავე დროს ესე იგი left prefrontal cortex-ის, ესე იგი ფრონტალური არეის აქტივობა დაეცა 1-2-ზე.
მაშინ როდესაც ეს არის ჩვენი ემოციების მაკონტროლებელი, მან უნდა აკონტროლოს მთლიანად ესე იგი ჩვენი პროცესები ტვინში, ემოციები და დაეცა 1-2 ჰერცზე. და ამავე დროს ამიგდალა ესე იგი firing ესე ვეძახით, რომ ამიგდალა is firing, ანუ აი მართლა ცეცხლი ეკიდა ამიგდალას, იმიტომ რომ ამიგდალა არის ტვინის ნაწილი, რომელიც ჩვენს საფრთხის ესე იგი კონტროლზეა პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა, როდესაც პანიკური შეტევა დგება, გადასარჩენი რეჟიმია ჩართული და საფრთხის მომცველი სიტუაციის აღქმა ტვინისთვის. და ეს ყველაფერი დაფიქსირებულია, შემდეგ უკვე რა თქმა უნდა გამოვიყვანეთ მდგომარეობიდან სხვადასხვა მეთოდით და ერთ-ერთი მეთოდი იყო ტვინის ფრონტის გააქტიურება ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციით, როდესაც 2 ჰერცს აწევ 14-ზე, ან აწევ უფრო მაღლა, როცა თუ ამისთვის საჭირო ბალანსია აუცილებელი, თუ კი ლიმბური არეა გამაში მუშაობს, თავისთავად ცხადია, ფრონტი კიდევ უფრო აქტიური გჭირდება და ეს ბალანსი დადგა, დამშვიდდა და ჩვენთვის ძალიან ცხადზე იყო უკვე შემდგომი პროცესი კიდევ უფრო მეტად, რა თქმა უნდა, როგორ უნდა გვემართა და ის პაციენტი დღეს ჯანსაღად არის, სხვათა შორის ბენზოდიაზეპინების ჯგუფის პრეპარატებს იღებდა და ბენზოებიდანაც მოხსენით და ძალიან ბედნიერია, იმიტომ რომ დაჭირდა დრო, რასაკვირველია, ძალიან დიდი დრო დაჭირდა იმას, რომ ახალი რეალობა ესწავლა მის ტვინს ნეიროფიდბექის გზით და ამას ძალიან მნიშვნელოვნად ესე იგი აფასებს ეს პაციენტი, სულ იმას ამბობს, რომ ვერასოდეს ამას ვერ მოერეოდა ამ მეთოდის გარეშე. ძილის დარღვევებზეც ხომ მუშაობთ? ძილის დარღვევებზე მუშაობთ და ძილის დარღვევა ძალიან კარგად მახსოვს კიდევ ერთხელ შენი ტვინი, როგორც კი თვალები დახუჭე, მაგ დროს მინდება ხოლმე რომ ვკითხო პაციენტს, ან ვუთხრა ასეთი ძილი გექნებათ, იმიტომ რომ თქვენ როდესაც თვალებს ხუჭავთ, როგორც უკვე თქვით, ალფა ტალღების გამომუშავება იწყება ტვინში და ჩვენი ტვინი იღებს მესიჯს, რომ უნდა გადავიდეს ნელ-ნელა დაბალი სიხშირის აქტივობაზე, ალფა ტალღები კუნთების მოდუნებას იწვევს, შემდეგ ეს დაიწევს კიდევ უფრო მეტად ტალღების სიხშირე და ზეტაში გადავა და ჩვენ როცა გვძინავს, დელტა ტალღები გამომუშავდება ჩვენი ტვინი, ძირითადად დელტა ტალღაზე მუშაობს. და გარკვეულწილად და ძალიან ხშირ შემთხვევაში ძილის ხარისხი ან ჩაძინების პრობლემა ან ნებისმიერი ძილის დარღვევა და ფოთვები კი არა, სიზმრები, სიზმრები გაჩნია, ძილის რომელი ფაზის დარღვევა, თუ REM sleep-ის, ანუ REM ძილის ფაზის დარღვევა, ამ შემთხვევაში სულ სხვა ტალღური ესე იგი სიხშირეების დარღვევასთან გვაქვს საქმე, თუ ზედაპირულ ძილზეა საუბარი, სულ სხვა დარღვევა, თუ პანიკურ გამოღვიძებებზეა საუბარი, სრულიად სხვა დარღვევა ფიქსირდება ტვინში და დიახ მუშაობ ტვინის ესე იგი ძილის დარღვევებზე, გამომდინარე იქიდან, რომ ვაწესრიგებთ ტვინის ტალღურ ბალანსს სიხშირეების დონეზე და ხშირ შემთხვევაში ძილის დარღვევებზე თვალებ დახუჭული ნეიროფიდბექით, ანუ ალფა-ზეტა პროტოკოლებით მუშაობთ. უნდა დადგეს ბალანსი ალფასა და ზეტას შორის იმისათვის, რომ ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში ჩვენი სხეული მარტივად გადავიდეს. მე მგონი ეს ისეთი თემაა, რომ 1 საათი კი არა, 1 დღე რო ვისაუბროთ, ძალიან საინტერესო იქნება, მაგრამ რადგან ჩვენი დრო იწურება, მოდი ბოლოს შევეხოთ უსაფრთხოებას. ძალიან მოკლედ, თუ შეიძლება გითხარი, რამდენად უსაფრთხოა TMS-ი, ეს ნეირო მოდულაციური ტექნოლოგია, რაც სიახლეა, რომ მაყურებელში რაღაც უფრო დამშვიდება გამოვიდეს. კი ბატონო, სანამ უსაფრთხოებამდე გადავალთ, სალომე, მე მინდა რომ აღვნიშნო მეორე ნაწილი ჩვენი მეთოდისა, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ესე იგი enhancement, ანუ გაჯანსაღების ნაწილი და მინდა ვთქვა, რომ სრულად არ არის აუცილებელი გქონდეს ადამიანს რომელიმე მენტალური პრობლემა და მით უმეტეს არ არის აუცილებელი ნაწვალები იყო უკვე სხვადასხვა მედიკამენტოზური ჩარევით და მხოლოდ მაშინ გაიხსენო ნეიროტექნოლოგიები.
ყველაზე მნიშვნელოვანი ბენეფიტი, წარმატება, შედეგი ჩვენი მეთოდისა არის ხოლმე მაშინ, როდესაც დასაწყისია პროცესის, მაგალითად, როდესაც არის მსუბუქი ხასიათის შფოთვითი მდგომარეობა, როდესაც გაუხანგრძლივდა ადამიანს უკვე რაღაცნაირად დეპრესიული მდგომარეობა, როდესაც მეხსიერების მცირე პრობლემები წამოვიდა, როდესაც კონცენტრაციის დეფიციტი light ანუ ზედაპირულად აწუხებს ადამიანს. აი ამ შემთხვევაში ჩარევა ძალიან ეფექტურია. ხანდახან არ სჭირდება ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციით ჩარევა, მხოლოდ ნეიროფიდბექით შეგვიძლია ხოლმე მოხმარება, ან ორივე განსაკუთრებულად მნიშვნელოვან შედეგს იძლევა. განსაკუთრებით ბავშვებში მინდა ვთქვა, რომ ბავშვებში ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციას ძალიან ფრთხილად ხმარობთ კონკრეტული ასაკიდან და კონკრეტული მენტალური პრობლემა თუა, ისეთი რომელსაც ვერაფერი ვერ ერევა, მაგ შემთხვევაში ADHD-ის და ADD ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებს დებს ნეიროფიდბექით ტვინის ტრენინგი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც კიდევ მინდოდა მეთქვა, ჩვენი თუმეტეს საქართველოში ხანდაზმულების და ასაკში შემავალი საზოგადოებისათვის, რომ თუ ატყობენ მათ გონებას, მათ ტვინს, ცოტა გაუჭირდა მოდუნება და მithumetes მეხსიერებაზე თუ აისახა ეს ყველაფერი, ეს არ არის აუცილებლად ალცჰაიმერის დასაწყისი და არ არის ეს დემენციის დასაწყისი პროცესი. ჩათვალონ რომ ეს შეიძლება მხოლოდ გადაღლის შედეგი იყოს და ძალიან მარტივად შეუძლიათ დაიცვან თავი დემენციური პროცესების დაწყებისაგან. მობრძანდნენ, მიიღონ ესე იგი ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციით რამოდენიმე სესია და თვითონვე მიხვდებიან, ანუ ხედავს პაციენტი ძალიან აშკარად გრძნობს ამას, თუნდაც ერთი სესიის შემდეგ. და ნეიროგანსხვავებულობა, რომელიც ADHD ბავშვებში გვხვდება, ფაქტიურად ეს უკვე აღარ ითვლება რაღაცა დაავადებად, ეს მსოფლიოში მიღებულია უკვე ესეთი მიდგომა, რომ ADD და ADHD არის ნეიროგანსხვავებულობა. ეს არ არის დიაგნოზი უკვე, ეს არის აი ესეთი ტიპის ნეირონული აქტივობა. აი ესეთი ტიპის ტვინი აქვს ამ ადამიანს, უბრალოდ აი ამ სისტემას ვერ ერგება იმ ტემპში და აი იმ სტრუქტურით, როგორც სისტემა მოითხოვს სკოლაში და ასე შემდეგ. შემდეგ უკვე ხდება დასტრესვა. ძალიან დიდი წნეხია ბავშვისთვის ის, რომ მას ყოველდღიურად, ყოველწუთიერად ეუბნებიან, რომ შენ ამას ვერ აკეთებ. და შემდეგ უკვე ხდება სახელების დარქმევა. შემდეგ უკვე ხდება ლეიბლინგი იმ თვალსაზრისით, რომ შენ ხარ ზარმაცი, შენ ხარ უქნარა, შენ არ გამოგდის და არასოდეს მოუსვენარი. ამ დროს ეს ყველაფერი არის ნეიროგანსხვავებულობა და ამის მოვლა ნეიროფიდბექით ძალიან მარტივად შეიძლება. ანუ იტანენ ბავშვები, ანუ ითმენენ ასე რომ ვთქვათ და ამ სავარძელში ხდებიან და არაფერი ასატანი არ არის, სხვათა შორის ძალიან დიდი ხალისით ჯდებიან. მათ არც იციან, რომ ეს ყველაფერი ტრენინგია, პრინციპში ჩვენ ვუხსნით, მაგრამ ეს პროცესი იმდენად საინტერესოა მათთვის, ნეიროფიდბექის პროცესი გადაითარგმნება თამაშებში. აი ზუსტად როგორც უნდა მიუდგე ბავშვს, ზუსტად როგორც უნდა ასწავლო ბავშვს ყველაფერი, თამაშით უნდა ასწავლო ბავშვს ყველაფერი, აი ასეთივე გეიმებით, ანუ თამაშებით ტრენინგდება მათი ტვინი, ჯილდოვდება მათი ტვინი, ისჯება მათი ტვინი რაღაცა კონკრეტული აქტივობისთვის და დაახლოებით 10-20 სესიის შემდეგ მათი ტვინი აბსოლუტურად სხვაგვარად ფუნქციონირებს. ახლა უსაფრთხოება. უსაფრთხოება, როგორც უკვე ვთქვით, უსაფრთხოების გარეშე და უსაფრთხოების დაცვის გარეშე მედიცინაში აბსოლუტურად ვერაფერი ვერ შემოვა, ამას აქვს თავისი ბარიერები, თავისი აუცილებლობები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს მეთოდმა, წამალმა და პროცედურამ და ასე შემდეგ. და როგორც უკვე გითხარით სათავეში, ამ პროცედურებს, ყველაფერი ეს პროცედურა გაიარა ნეიროფიდბექმა, ეს პროცედურები გაიარა ტრანსკრანიალურმა მაგნიტურმა სტიმულაციამ, ეს
კვლევები, წარმატებით ეს გამოცდა ჩააბარა და მხოლოდ ამის შემდეგ, როგორც უსაფრთხო ესე იგი არაინვაზიური მეთოდი, ეს არის კიდევ სხვა მიდგომა, არაინვაზიური უსაფრთხო მეთოდი დადგინდა, მიიღეს და გაიდლაინებში ჩაისვა სხვადასხვა მენტალური პრობლემების სამართავად. აზა, დიდი მადლობა. ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო და ესეთი სასიამოვნო პოდკასტი იყო. კიდევ ძალიან ბევრ რამეზე ვისაუბრებდი შენთან ერთად. შეიძლება მეორე პოდკასტიც დავგეგმოთ და დანარჩენზე უკვე ვისაუბროთ, მაგრამ თავარი ის არის, რომ თუ რამე კითხვა გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ დაგვიტოვოთ კომენტარები და მე აზას ვთხოვ, რომ თვალი ადევნოთ ამ ვიდეოს ქვემოთ კომენტარებს და ვუპასუხოთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, იქნება ბევრი კითხვა. მე რა თქმა უნდა მივუთითებ ნეირომოდულაციის, ნეიროფსიქომოდულაციის ცენტრის საიტს, იქ ნახავთ ყველაფერს, რაზეც დღეს ვერ მოვასწარით საუბარი, წაიკითხავთ, მაგრამ თუ მაინც რამე დაგაინტერესებთ, დაგვიტოვეთ კომენტარები. ბოლოს მინდა ვთქვა, სალომე, რომ რამაც ძალიან გამახარა და ეს ძალიან ესე იგი განსხვავებული პროცესი დამხდა 2016-17-18 წლებისგან განსხვავებით, ეხლა როდესაც გავხსენით სულ რაღაც 3 თვის წინ ჩვენი ცენტრი აბსოლუტურად სხვა სურათი დამხვდა საქართველოში, რამაც ძალიან გამახარა. მაშინ იყო აბსოლუტური მიუღებლობა სიახლეებისა, ნეიროტექნოლოგიების ჯერ კიდევ ძალიან ეშინოდათ, არ ვიცი, შარლატანებიც კი დაგვარქვეს მაშინ როგორც მახსოვს და ასე შემდეგ. და ეხლა ისეთი სასიამოვნო რეალობაა იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოება გაზრდილია ძალიან ბევრ სიახლეს თვითონ გიყვებიან აქეთ და გეუბნებიან, რომ ეს იციან, იცნობენ სხვადასხვა ესე იგი ცნობილი ექიმებს, მაგალითად გუშინ ერთი ჩემი პაციენტი მეუბნებოდა დენიელ ამინს, ესე იგი თქვენი მეთოდი და დენიელ ამინის მეთოდი რითი განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს ჩემთვის სიახლე იყო, იმიტომ რომ ძალიან ის ჩემი მენტორია, ძალიან კარგად ვიცნობ, ვიცი რა განსხვავებაცაა და ასე შემდეგ და გამიხარდა, რომ ასეთი გათაცნობიერებულია საზოგადოება ამ ყველაფერში, მზაობა ძალიან დიდია და აი იმდენად მონდომებულები არიან, რომ გახსნილა რაღაცა კომპანია, რომელსაც რომელიც აგზავნის ქართველ პაციენტებს თურქეთში, თუ არ ვთქვი სტამბულში, თურქ ექიმთან, თურქ სპეციალისტთან, რომელიც ასეთივე მეთოდით, დაახლოებით ასეთივე მეთოდით, ნეიროტექნოლოგიებით, DMS-ით მუშაობს მენტალურ პრობლემებზე და მე გამიხარდა მეგობრებო ეს მეთოდი. ეს ყველაფერი ძალიან, ესე იგი, იმედის მომცემია, რა თქმა უნდა, ვისაც სად უნდა იქ უნდა წავიდეს. ნდობა ისეთი თემაა, რომელიც ნენელა მოდის და ნენელა ყალიბდება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ თბილისში უფრო ხელმისაწვდომია ეს ყველაფერი და გამოვიყენოთ ეს ხელმისაწვდომია, არ მინდა თანხის დასახელება, მაგრამ ამერიკის თანხები კიდევ სხვა არის, რა თქმა უნდა, მაგრამ თურქეთისაც ძალიან მაღალი იყო და არ მემეტება ქართველები მაგისთვის და მით უმეტეს რომ ამ ყველაფერს ძალიან ისეთი დიდი კვალიფიციური, არ ვიცი, გამოცდილების შემდეგ მთელი გუნდი აი აქ უწყება ამ ყველაფერს ჩვენ თქვენ სამსახურში გვიგულეთ. მადლობა აზა, წარმატებებს გისურვებთ, წარმატებებს უსურვებთ თქვენს პაციენტებს და მე კიდევ ერთხელ გთხოვთ, თუ თქვენთვის საინტერესო იყო ეს ეპიზოდი, მოიწონეთ ვიდეო და დაგვიტოვეთ შთაბეჭდილებები. დროებით ერთი კვირით გემშვიდობებით. დიდი მადლობა. კარგად.